ფავორიტების დროს მოვიდა ნინი ორკოშნელი გვიმღერო და ტალანტი, რომელიც აღმოაჩინა და თქვენამდე მოიყვანა პროექტმა ნიჭიერი, რომელიც დღეს უკვე ნახევარფინალებით ბრუნდება ჩვენი მაყურებლისთვის. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება უკვე ნიჭიერის ცხოვრებაში და დღეს ჩვენ ვართ ტალანტებით გარემოცულნი, რადგანაც დღევანდელი ნახევარფინალისტები გსტუმრობენ ნაწილი მათი, თუმცა სრულყოფილად რა თქმა უნდა უკვე დღეს 10 საათზე იხილავთ ყველას, ვინც დღევანდელ ნახევარფინალში მოხვდა და რაც მთავარია თქვენი ჩართულობა იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცა ერთი დიდი ეტაპი უკვე ჟიურის დახმარებით მოვილიათ, რომელიც გულისხმობდა ნახევარფინალისტების შეკრებას, ახლა უკვე ბრძოლა თქვენსკენ მოემართება და იბრძოლეთ თქვენი ფავორიტებისთვის. ნინი დილამშვიდობის, ყველას მოგესალმებით უკლებრივ, მაგრამ რადგან ნინი არის ჩვენი პირველი ხმა, ვინც გააშხერა დღეს ტალანტი, სწორედ ნინის ვკითხავ. რა ნიშნავს, აი რომ არ მოსულიყავ ნიჭიერში? წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, იმიტომ რომ იყო ნინის ცხოვრება მანამდე და დღეს სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობ, ხო? კი, სულ სხვანაირი ცხოვრება. მე შენკენაც. ხო, აი რა შეიცვალა? მთავარი რაც შეიცვალა შენში, რა არის, რაც ნიჭიერმა გამოიწვია? ჯერ ნიჭიერმა ჩემში გამოიწვია ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ვიმღერე და მოვახერხე სცენაზე დადგომა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც. მანამდე სანამ ნიჭიერი იქნებოდა, ჩვეულებრივ ვიმღეროდი, მაგრამ არ მეგონა რომ ეს ნიჭიერი სცენაზე მოვხვდებოდი და ესე ვიქნებოდი, იმიტომ რომ ყველა რომ ხდება ქუჩაში, მეუნებიან შენი სახარ ნიჭიერში რომ გამოხვედი და აი ძალიან მიხარია. იქაც ვცახი ინტერვიუში რომ მინდა პოპულარული მომღერალი გავხდე თქო და მგონი ცოტათი მივაღწიე მაგას, იმიტომ რომ ეგ უკვე მოილიე და შედგა ეგ ამბავი და ახლა უკვე კიდევ ერთი გაბრძოლება მოგიწევს შენს და შენს გულშემატკივრებსაც, იმიტომ რომ დღეს ყველა ნახევარფინალისტს სჭირდება თავისი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა. ასეა ნამდვილად, როგორც ნახა უკვე ჩვენმა მაყურებელმა ნიჭის ზეიმია დღეს დილამშვიდობისა საქართველოს ეთერში. როგორც ჩემათიკამ თქვა მაყურებელ უკვე თქვენზე აჯერი, თქვენი ჩართულობა ეხლა უკვე საჭირო, ვიზე გააკეთებთ არჩევანს. შემდეგი ვინც მინდა ეხლა წარმოვადგინო, ეს არის სტუდია არტლაინი, გიორგი ბუაჩიძე, ქორეოგრაფი, დილამშვიდობის გიორგი. მიხარია რომ პირველ რიგში ჩვენთან გხედავ, მიხარია რომ ამ უნიჭიერეს ბავშვებთან ერთად გხედავ. რას უნდა ელოდოს მაყურებელი დღეს საღამოს თქვენგან იმ ცეკვის მიღმა, რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომ ამ ხელა სცენაზე გამოვიდნენ ბავშვები, ასეთი წარმოდგენა შესთავაზონ მას და რა არის შენთვის დღეს რას ველოდოთ საღამოს? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ბავშვების განვითარებისთვის ერთ-ერთი ესე ვთქვათ, წინგადადგმული ნაბიჯია მათ ცხოვრებაში და ძალიან დაეხმარებათ პირველ რიგში გამოცდილებაში, თავდაჯერებულობაში და თავიანთ კარიერას ფიქრობ, რომ სწორად წარმართავენ. ესე ვთქვათ, საკმაოდ ღირსეული კონკურენტები არიან ნახევარფინალში, ნახევარფინალში რომ მოხვდით ეს უკვე ძალიან კარგია და ვფიქრობ, რომ გამარჯვება, დანარჩენი უკვე მაყურებლებზეა დამოკიდებული, მე ვუსურვებ ყოველს წარმატებას. და ნახოთ, ძალიან საინტერესო. გამეგობდით, ხო რაღაც ის არ არის, რომ მარტო მე მინდა რომ გავიმარჯვო და მარტო მე მინდა რომ ყველაზე პირველი ვიყო. რაღაცა გრძნობ ძალიან დიდ ერთობას და ერთმანეთის გულშემატკივრობას. დიდი ოჯახია ესე ვთქვათ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვისარგებლებ ამ შემთხვევით მთლიანად გუნდს, ვინც ამ პროექტს ქმნის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული, რომ ეს ყველაფერი მაყურებლამდე მივიდეს ძალიან ლამაზად და კარგად და მადლობა ამისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. წარმატებებს გისურვებთ შენ პირველ რიგში. მადლობა და მე მომწონს ისიც რომ ხა აქაც რომ ხედავთ ჟანრობრივ ისეთი მრავალფეროვნებაა, ხო? ღერიან ცეკვავენ, აქეთ ილუზიონისტობა, იქით ტანვარჯიშია, იქით ესეთი ფოლკლორი და გუნდური სიმღერა და ის მემკვიდრეობა, რომელიც შენარჩუნებულია და ჩვენ ისევ ასე გვიჩქარებს გულს. მოკლედ ძალიან დიდი მრავალფეროვნება და კარგი სანახაობა ელოდება მაყურებელს 10 საათზე, თუმცა დილამშვიდობის საქართველოს რა თქმა უნდა ხო არ ჩამორჩება იპარავს ამ სიბრწყვილეს. რეპეტიციას გავდივართ ფაქტიურად დილაში და თუმცა ვთქვათ ის რომ ის რასაც ვიხილავთ ეს არის ის რაც ვიხილეთ ნახევარფინალ უბრალოდ რა ქვიათ შესარჩევ ეტაპზე და რითიც მოვიხიბლეთ სხვათა შორის შეურიწევრები. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას რომ დილის იატაკი ასე ვთქვათ არ არის გათვლილი ცეკვისთვის, მე მინდა წინასწარ დავაზღვიო ბავშვები, იმიტომ რომ ცოტა სრიალა ჩვენი იატაკი ცეკვისთვის არ არის ეგეთი კარგი.
არ იქნება ეს ბარიერი ამ გოგოებისთვის. ესეც გამოცდა იქნება მათთვის და ვნახოთ რამდენად დაძლევენ. Artline სტუდიას წარმოადგენთ ახლა უკვე ნომრით. აბა